ჯუბერით. ყველას უყარხარ ერთი ცისფერთვალება ქერაცმიანი ქალის გარდან. დოჯაკეთ სამ გვაქვს კომუნიკაცია ბოლო დროს დაწერია რომ არის ქებურია და ეცვალა ლედი გაგას. ვინ შთააგონებს ქებურიას? და მას მერე გაჩნდა ეს ტრეკი, ასე ქებურია და ორჯერ გაიტრენდა TikTok-ზე. კოლაბორაციების შემოთავაზებები არ გაქვს? მაქვს რა თქმა უნდა, მაგრამ რა თქმა უნდა. ერთული კითხვა. Fashionholics. გამარჯობა მეგობრებო, დაგიბრუნდით მოკლედ. ცოტა დიდხნიანი პაუზა კი გამოგვივიდა, მაგრამ სამაგიეროდ ბევრი ამბებიც დაგვიგროვდა განსახილველი. დაწყებული მოდის კვირაულობით, დამთავრებული ოსკარით. მოკლედ პირველ ეპიზოდში შევეცდებით, რომ გასული 2-3 თვის მნიშვნელოვანი ამბები მოვიხილოთ მოდასა და კულტურაში. მეორე ეპიზოდში კი შემოგვიერთდება სტუმარი. გიორგი ქებურია იქნება დღეს ჩვენი სტუმარი. პრინციპში ბევრი საინტერესო რაღაც მოხდა არა მხოლოდ მოდაში, არამედ პოპ კულტურაში. ახლა როცა ამ პოდკასტს წერთ იყო ოსკარის დაჯილდოება. პრინციპში დიდი არაფერი ესეთი ამაღელვებელი არ ყოფილა, მაგრამ მაინც შევეცდებით, რომ რამდენიმე მნიშვნელოვან ამბავს შევეხოთ და პრინციპში ალბათ თავარი ამბავი ის უნდა ვთქვათ, რაც ძალიან გაუხარდებათ ჩვენს გამომწერებს ისევ, რომ ყავს სპონსორი. ჩვენი დღევანდელი ეპიზოდის წარმოდგენი არის დრო ფრეშ ბარი, რომელსაც მე ვფიქრობ, რომ დიდი რეკლამა არ ჭირდება, იმიტომ რომ ვისაც ჯანსაღი კვება უყვარს, ვინ სპორტს მისდევს და ასე შემდეგ, მან ძალიან კარგად იცის ამ ბრენდის შესახებ. დრო ფრეშ ბარი დაარსდა 2023 წელს და მას შემდეგ თავაზობს ძალიან რეალ და ჯანსაღ მენიუს და კიდევ ერთხელ მიხარია, რომ ისეთი კომპანიები გვემეგობრებიან, რომლის მომხმარებლებიც ვართ. მოკლედ, ბოლო ეპიზოდი, როდესაც ჩვენ ჩავწერეთ, შევაჯამეთ წარმატებული ქართველები 2025 წელს მოდის ბიზნესში და მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც 3 თვეა გასული, არც კი იმ ეპიზოდიდან საქართველოს მოდაში ახალი ამომავალი ვარსკვლავი ჰყავს. თამამად შეგვიძლია ეს ვთქვათ. პრინციპში ბოგმა უწოდა უკვე ამომავალი ვარსკვლავი, ჩვენ სუბიექტური შეფასება არ არის. საქართველოშიც ქართულ მედიაში გავრცელდა უკვე გალიბ გასანოვზეა საუბარი. ინსტიტუშენის დამფუძნებელ გალიბ გასანოვზე. მოდის ხქვია ინსტიტუშენ, არის საკმაოდ საინტერესო კონცეფციის მატარებელი დიზაინერი. გალიბ გასანოვმა ახალი კოლექცია წარდგინა 27 თებერვალს მილანის მოდის კვირაულის ფარგლებში. უკვე მეორე სეზონია, რაც მილანის მოდის კვირაულის ფარგლებში იღებს მონაწილეობას. ამას დაემთხვა ასევე სიახლე, რომ გავიგეთ, რომ LVMH Prize-ის ნახევარფინალისტებში მოხვდა და ეს არ არის უბრალოდ სიახლე. პრინციპში უბრალოდ სიახლე კი არა, ერთ-ერთი ისეთი ამბავი არის შემდეგადაც ზუსტად ვოგმა და სხვა პრესამ უკვე აქტიურად დაიწყო მის შესახებ წერა გამომდინარე იქიდან, რომ LVMH არის მოდის უდიდესი კონგლომერატი, რომელიც ფლობს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა Dior, Louis Vuitton, Fendi, Givenchy და ასე შემდეგ და ეს არის LVMH Prize არის კონკურსი, რომელშიც თავის დროზე მონაწილეობდნენ, გასული 10 წლის განმავლობაში მონაწილეობდნენ Demna, Virgil, Simon Jacquemus, Wells Bonner, ფაქტობრივად Hermes-ის, Gucci-ის, აი ეს Louis Vuitton-ის მთავარი კრეატიული დირექტორები სწორედ ამ კონკურსში მონაწილეობდნენ. გამომდინარე, აქ ყოველთვის ძალიან მაღალი ინტერესია ყოველ წელს თუ ვინ იქნება ახალ ვის შეარჩევენ, ასე ვთქვათ და გალიბი არის პირველი ქართველი დიზაინერი საქართველოს მოქალაქე, ასე ვთქვათ, Demna იყო პირველი 2015 წელს, თუმცა LVMH-ის ოფიციალურ საიტზე როგორც საქართველოს მოქალაქე პირველი გალიბ გასანოვია მონიშნული და მისი ბრენდი ინსტიტუშენი არის პირველი ქართული ბრენდი, ეს ვოგმაც დაწერა. ქართული არა მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოში დაფუძნებული, არამედ იმიტომ, რომ მთელი თავისი იდენტობით არის ძალიან ქართული და ის ასევე, რა თქმა უნდა, ის მისი აზერბაიჯანული ფესვებით ძალიან წინ არის წარმოწეული და ყოველთვის უსვამს ხაზს ამას, რომ აი ის კულტურა, საიდანაც ის მოდის, ანუ გალიბი არის ეთნიკურად აზერბაიჯანელი, დაბადებული და გაზრდილი საქართველოში და მისთვის ძალიან ისეთი გუწრფელი და ავთენტურია ის, რაზეც საუბრობს, აი ეს ტრადიციული ხალიჩების ქსოვა, რაც მან წარმოადგინა, ასევე მკერვალობის აი ეს მეთოდები, რაც მივიწყებას ეცემა სხვადასხვა, ანუ სოფლებში ძალიან აი უკვე სოფლებშია შემორჩენილი აი მაღალმთიან და ასე ვთქვათ, ქალაქში უკვე თითქმის მივიწყებულია და ერთ-ერთი ყველაზე ისეთი, რაც მე თვალში მომხვდა, ასე ვთქვათ, როდესაც მისი ინტერვიუ წავიკითხე, იყო ის, რომ ის საუბრობს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ახალი თაობა შთააგონოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ახალ თაობას, ასე ვთქვათ, გაუჩინოს ინტერესი ტრადიციული მკერვალობის მიმართ და ეს არის ის პრინციპში, რამაც მე პირადად გამიჩინა ეს განცდა, რომ ეს გალიბი არის მართლაც ისეთი სახე, რომელმაც შეიძლება ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიოს და ასევე გაიტანოს ჩვენი ქვეყნის სახელი კიდევ ერთხელ ძალიან კიდე ის არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩემი აზრით, როცა გალიბზე ვლაპარაკობთ, რომ ძალიან როგორც ვთქვა, გულწრფელი არის, არც ცდილობს რომ რაღაცა მიბაძოს რომელიმე სხვა, ასე ვთქვათ, კულტურას და ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც
შენი რეალური ის გარემო, სადაც გაიზარდე, დაიბადე, რაც ჩვენთვის ახლობელი არის, ის გაგვაქვს მსოფლიო მასშტაბით და თან, რა თქმა უნდა, საკმაოდ ოსტატურად აკეთებს ამას და კარგი ხელოვანი არის თან. პრინციპში. სწორედ ეს არის წარმატების ერთ-ერთი ფორმულა, რომ გამოჩნდა, იმიტომ რომ დღევანდელი ბაზარი მოდის ინდუსტრია იმხელა კონკურენცია. ხშირად როდესაც ვამენ კითხოს, რომ რა არის წარმატების ფორმულა, ერთ-ერთი წარმატების მთავარი, რაც ძალიან იშვიათია, რაც ძალიან ჩანს, არის ავთენტურობა. ხედვა, რომელიც არც ისე ხშირია თანამედროვე კონტექსტში და სწორედ პრინციპში ეს არის Vogue-ის headline-ის ასე ვთქვათ გამოძახილი, რომ გალიბ გასანოვი, ციტირებ, გალიბ გასანოვი გვიყვება ამბებს, რომლებიც აქამდე არ თქმულა და ეს არის რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი. ისაც არის განსხვავებული კოლექციები. ინტერვიუში თქვა, რომ ჯერჯერობით ის ამას არ ხედავს როგორც ბრენდს, ანუ დიდ მოდის სახს, როგორც თავის პროექციის აღიქონს, რაც მისი, ასე ვთქვათ, ისტორიისთვის, მისი იდენტობისთვის და კულტურისთვის არის მნიშვნელოვანი პროექტი. ძალიან დიდი მომავალია. კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ LVMH Prize-ზე როდესაც ვსაუბრობთ, LVMH Prize-ის მენტორები არიან ადამიანები, რომლებიც ქმნიან გლობალურ ბრენდებს და გალიბი ახლა მათ ყურადღების ცენტრშია მოქცეული და საერთოდ არის გამორიცხული, რომ ხვალდაზე თუნდაც გარდა მაგისა მგონია დიდ მოდის სახში. გარდა მაგისა მგონია იმდენად ჭირს აი ეს ახალი სიტყვა მართლა, რომ ეგეც მგონია, რომ ერთ-ერთი მისი უპირატესობაა, რითიც იქნება განსხვავებული და რაღაცა გამორჩეული ყველასგან. და მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ ისეთი კარგი მოქალაქეც არის გალიბი, იმიტომ რომ მის ინტერვიუ წავიკითხე, იგრძნობოდა ეს თუ როგორ ეხება ის სხვადასხვა თემას, არის ფემინიზმს, ქალთა უფლებებსაც ეხება, კულტურულ მემკვიდრეობას. ერთ-ერთ ინტერვიუში გააჟღერა ის, რომ ევროპაში ხშირად გონიათ, რომ ყველაფერში პირველები იყვნენ და 1918 წელს, როდესაც საქართველოში ქალებს ჰქონდათ ხმის მიცემის უფლება და როდესაც პირველი მუსლიმი ქალი აირჩიეს დეპუტატად, მაშინ ბევრ ევროპულ ქვეყანაში არც კი ჰქონდათ ქალებს ხმის მიცემის უფლება და ეს ისეთი რამ არის, რასაც Vogue როგორც წესი დიზაინერები არ უყვებიან, მით უმეტეს საქართველოსთან ეს პირველად ხდება პრინციპში, შემიძლია თამამად თქვა, როდესაც საქართველოს ამ ჭრილში, ქართულ ისტორიას ამ ჭრილში აწვდიან, რომ ქართულ კულტურაში, მემკვიდრეობაში და ისტორიაში არის ისეთი პერიოდები, რითიც უნდა ვიამაყოთ და რითიც გვაქვს საამაყო. და ამიტომაც მნიშვნელოვანია ნამდვილად და უნდა ვადევნოთ ამბის თვალი აუცილებლად, მე მგონია, რომ ძალიან საინტერესო მომავალი ელის წინ და კიდევ ბევრჯერ გვექნება, კიდევ ბევრჯერ ვისაუბრებ და ასევე სურვილი გვაქვს, რომ და ჩვენთანაც ვიხილავთ ჩვენს პოდკასტში სტუმრად, ხო ერთ-ერთი ყველაზე ესეთი სტუმარი არის, რომელსაც ვფიქრობ, რომ ჩვენი აუდიტორიაც ძალიან დიდი ინტერესით მოусმენდა. ახლა რაც შეეხება მოდის კვირეულის სხვა პრინციპში მოდი ისევ ქართველებს გავაგრძელოთ, მივყვეთ. ხო, იმიტომ მნიშვნელოვანი ამბავი იყო ის, რომ დემნამ გუჩის როგორც შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა წარადგინა პირველი კოლექცია, ანუ გავმიჯნოთ ის, რომ როდესაც სექტემბერში აჩვენა ფილმი, როცა 2025 წლის სექტემბერში აჩვენა ფილმი, ის მთლად მისი ხედვა არ იყო. ის იყო რაღაც გუჩის ისტორიის მემკვიდრეობის გადააზრება და აი გუჩი by დემნა უკვე როგორც ამბობენ ხოლმე მოდის ინდუსტრიაში უკვე იყო აი ეს ჩვენება ზუსტად როცა ეს 27 თებერვალს იყო როგორც გალიბის შოუ ფაქტობრივად ისე დაემთხვა არ ვიცი ეს მილანის მოდის კვირეულის ორგანიზატორების გადაწყვეტილება იყო თუ არა მაგრამ სამი ქართველი დიზაინერის დავით კომახიძის გალიბ გასანოვის და დემნა გვასალიას ჩვენებები იყო 27 თებერვალს მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში ხო გუჩი რა თქმა უნდა იყო ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი მომენტი ეხლა მიმდინარე სეზონის მოდის კვირეულებზე განსხვავებული კი წინააღმდეგობრივი პრინციპში დემნას ყველა პროექტს გარდა ის რაც სექტემბერში ვიხილეთ რომელიც იდეაში დემნას პროექტი არის ხო ჩარჩოებში იყო ჩამჯდარი ყველას აქვს ხოლმე მოყვება როგორც წესი წინააღმდეგობრივი რეაქცია არც ეს არ ყოფილა გამონაკლისი ამასაც გაიყო ასე ვთქვათ ინტერნეტის გულშემატკივრებით და გუჩის მყიდველებით ასე ვთქვათ ну პრინციპში ჩვენ TikTok-ზე ჩავწერეთ ვიდეო და ვისაუბრებთ ამის შესახებ. თუ TikTok-ზე არ ყავართ გამოწერილი, გამოგვიწერეთ აუცილებლად, იქაც, იმიტომ რომ ყველაფერს ვერ მოვასწრებთ ხა დღეს აქ ყველაფრის განხილვას და რაც შეეხება გუჩის, ხო, სარისკო გადაწყვეტილება მიიღო, ჩემი აზრით, როდესაც ხო ძალიან ახალგაზრდული კოლექცია წარმოადგინა, ძალიან ჯენზიზე ორიენტირებული, აი რაც არ არის გუჩის მომხმარებელი, ესე ტრადიციულად. უნდა ვთქვათ, რომ გუჩის ამბიციები, ანუ გუჩის ფლობელი კომპანიის, ანუ კერინგის ამბიციები გუჩის მიმართ არის ის, რომ გუჩი უნდა იყოს 10 მილიარდიანი ბრენდი და ზოგადად არათუ გუჩი ნებისმიერ სხვა ბრენდი, რომელსაც აქვს იმის ამბიცია, რომ 10 მილიარდიანი და ეს გლობალური მასშტაბური ბრენდი იყოს, ერთ კონკრეტულ სეგმენტზე, ერთ კონკრეტულ თაობაზე და ასე შემდეგ, ანუ დაყრდნობილი ვერ იქნება როგორც ასეთი. ხა დემნას კოლექცია მიუხედავად იმისა, რომ იყო თქვა კლასიკური კაბებიც, იქ იყვნენ თქვა 40+ სუპერმოდელებიც და ასაკობრივად
მიუხედავად მაგისა, მთლიანი ენერგია როგორც ასეთი, კოლექციის და ჩვენების იყო ძალიან ახალგაზრდული, ძალიან Gen Z. After after party, სტუმრები, სოცი, ხო. სოციალური მედიის აქტივობა. მე ყველაზე მეტად რაც გამიკვირდა იყო შემდეგ, რომ ჩვენების შემდეგ ყავდათ SD Kid-ი, ანონიმური არტისტი არის ბრიტანელი და მოკლედ მიწვეულიც ყავდათ წინა რიგებში იჯდა და შემდეგ სწორედ ის იყო after party-ზე სწორედ ის წარდგა ესე ვთქვათ პერფორმანსით და შემდეგ გუჩიმ დადო აი ამის რაღაც ვიდეო, რაღაც პრომო ვიდეოსავით და ანუ მართლა იმდენად რაღაც რეივ კულტურის ის underground ენერგია მოდიოდა რომ მე ვფიქრობ რომ ესეთი კლასიკურად გუჩის მომხმარებელი ძალიან გაკურვებული იქნებოდა მაგით და ცოტა რაღაცა ვერ ანუ თავის თავსთან პარალელს მგონია რომ ვერ გაავლებ და ისეთი გუჩის მომხმარებელი როგორცაც ვიცნობთ ჩვენ. და როგორიც ყავდა თუნდაც ალესანდრო მიკელეს. ხო, შეიძლება ასეც ითქვას ნამდვილად. ასევე რამაც გამოიწვია წინააღმდეგობრივი რეაქციები იყო ის, რომ კოლექციაც ისევ ძლიერ არის, ზედმეტად არის შთაგონებული Tom Ford-ის ესთეტიკით. ოღონდ ამჯერად Tom Ford-ის ესთეტიკა, რა თქმა უნდა, გულისხმობს სექსუალურ ქალს და გლამურს და ასე შემდეგ, მაგრამ ამ შემთხვევაში ვულგარულობაც წინ იყო წამოწეული. არა მარტო მოდელებში და არა მარტო კაბებში, არამედ მანევრულობაშიც ის თუ როგორ გამოდიოდნენ მოდელები პოდიუმზე, ხელში როგორ ეჭირათ. თუნდაც ემილი რათაკოვსკის მახსოვს ჩვენ ჯგუფშიც გააზიარეს თუ აი როგორ მოძრაობდა პოდიუმზე. რა თქმა უნდა, ეს წინასწარ იყო, ის დემნას მიერ იყო, ასე ვთქვათ, დემნას სურვილი იყო, რომ მას ასე გაევლო. ხო, სხვაშორის საინტერესო არის ძალიან პირველი ლუკი, იმიტომ რომ დემნა ყოველთვის ასოცირდებოდა oversize-თან, ანუ დიდი ზომის მოდელებთან და ასოცირდებოდა შავფერთან, ხო, Balenciaga, ანუ დემნას Balenciaga შავფერთან ასოცირდებოდა და პირველი ლუკი, რომელსაც გაიხსნა ჩვენება, იყო თეთრი, ძალიან ტანზე მომდგარი კაბა, აი როგორც მე ბევრმა დაახასიათა, რაღაც თითქოს მეორე კანი. ანუ ძალიან ტანზე მომდგარი მოდელები გამოიტანა, რაც იყო საპირისპირო იმისა, რაც აკეთებდა Balenciaga-ში. ასევე ეს საპირისპირო ახსენა ახლა და ასევე დიდი ცვლილება იყო მიდგომაშიც. გამომდინარე იქიდან, რომ თუ გასულ 10 წელს გადავავლებთ თვალს დემნას შემოქმედების, მის ჩვენებებში ყოველთვის იყო რაღაც გარკვეული მესიჯები, რომლებიც ეხმიანებოდა მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს, ან მის პირად ისტორიას და ასე შემდეგ. ეს იყო პრინციპში პირველი დემნას ესეთი დიდი შოუ, რომელიც იყო უბრალოდ ენერგია, უბრალოდ გართობა, როგორც მან თქვა და არა რაიმე ისტორიის თხრობის სურვილი, რაც ასევე ძალიან დიდი ცვლილებაა მისი, როგორც აი შემოქმედებით დიზაინერის ლექსიკაში, ასე ვთქვათ. რაც ასევე რისკია. აი საინტერესო არის ის, რომ დემნა როგორც უბრალოდ როგორც თვითონ ახსნა ვაიბი და ენერგია იქნება თუ არა იმდენად საინტერესო მომხმარებლისთვის. გაკიდვებს აისახოს. იმიტომ რომ დემნა როგორც ხელოვანი, რომელიც თავის ტკივილზე ყვება და რომელიც სოფლიოს გარშემო სოფლიოში რაც ხდება და სოფლიოში კარგი არაფერი არ ხდება მოგეხსენებათ, რაც ხდება ამაზე ყოველთვის აკეთებდა კომენტარს, იყო საინტერესო მომხმარებლისთვის, მაგრამ დემნა რომელიც უბრალოდ გვესაუბრება აი ფან და ვაიბზე, ასე ვთქვათ, ენერგიაზე, რამდენად იქნება ეს ასევე. კარგად დავინახოთ, მაგალითად გავიხსენოთ, როდესაც უკრაინის ომი დაიწყო, დემნამ პრინციპში ჩვენება მიუძღვნა, ხო, ესე გამოვიდა უკრაინის ჩვენება გაიხსნა უკრაინული ლექსით, იქ რაღაც სკამებზე დახვდათ რაღაც უკრაინის დროშები და ასე შემდეგ. და აი ეს იყო ის შემთხვევა, როდესაც აბსოლუტურად იგნორირებული, ხო, ალბათ ეგ სიტყვა უნდა ვახსენოთ, იგნორირებული იყო რაც ხდება მსოფლიოში, მაგრამ მარტო დემნას ჩვენება არ იყო პრინციპში ესეთი. ზოგადად მთელი მოდის კვირაული იყო ესეთი, რომ აბსოლუტურად დაცლილი ყველანაირი პოლიტიკური, აი მართლა პარალელური სამყარო იყო, რომელიც ხო საინტერესო ეს არის რაღაც, არ ვიცი, ფენომენი, რაც ეხლა გაჩნდა, იმიტომ რომ ყოველთვის მოდა, კინოინდუსტრია, მუსიკალური ინდუსტრია ყოველთვის მოდა კიდევ უფრო განსაკუთრებით. ყოველთვის ეხმიანებოდა. შეიძლება ეს პირდაპირ არა, მაგრამ რაღაცა შემოქმედებით ეხმიანებოდა. დემნას როგორც ვთქვით, უკრაინის ომის მერე პირდაპირ მგზავნილი ჰქონდა. და ეს იყო აბსოლუტურად დისტანცირებული იმისგან, რაც ხდება და რაც ჰქონდა დემნას შენარჩუნებული არის ჩემი აზრით, რაც ყოველთვის იქნება დემნას კოლექციებში, არის სარკაზმი. ხო, აი ვულგარულობა, როდესაც ვახსენეთ, ეს ვულგარულობა მისი მხრიდან იყო ერთგვარი ირონია, კომენტარის გაკეთება თუ სარკაზმი. თუ მართლა გულწრფელად მოსწონს აი ეს ხედვა, აი ამ ორ შორის, ასე ვთქვათ, ზღვარი წაშლილია, ბოლომდე ვერ გაიგებ ამას რო რით აკეთებს. ეს არის საიდან გამომდინარე აკეთებს, რომ ეს მისი გემოვნებაა ნამდვილად, თუ უბრალოდ ხო, სარკაზმია, ერთგვარი ირონია. მე პრინციპში უნდა ვთქვა, რომ ხა რაღაცა მომეწონა, განსაკუთრებით მომეწონა კასტი. უნდა ვთქვა, აი კასტი იყო ძალიან კარგად შერჩეული, ტიპაჟები, ხო, დემნამ რაც ხაზიც გააგრძელა გუჩის ფილმის ჩვენებიდან
რაც შეგვხვდა ჩვენ, ანუ ეს იყო არქეტიპები, როდესაც ფილმი აჩვენა, იქ იყო ძალიან წამოწეული ეს არქეტიპები, პერსონაჟები და ამ ჩვენებაზეც ეს ხაზი გააგრძელა პრინციპში და ძალიან მომეწონა ისე იყო შერჩეული. თან თითქოს მრავალფეროვანი იყო კასტი, იყვნენ აბსოლუტურად უცნობი სახეები, მათ შორის არაპროფესიონალი მოდელები, იყვნენ ტოპ მოდელები, მაგალითად კარლი კლოსი გამოვიდა, მარია კალა ბოსკონო გამოვიდა, ალექს კონსანი გამოვიდა, ვიქტორია ჩერეტი გამოვიდა, თუმცა იყვნენ აბსოლუტურად უცნობი სახეები. მე მაგალითად ეს TikTok-ის ვიდეოში ვთქვი და ძალიან მომეწონა ის, რომ როდესაც დემნა დაანონსა, უბრალოდ გუჩიმ დაანონსა დემნას ჩვენება, მაშინ რაღაც AI-ით გენერირებული ბანერები დადეს. ერთ-ერთი რომელმაც ჩემი ყურადღება მიიქცია იყო აი ეს GTA, ბავშვობის თამაშია ალბათ ყველა მილენიალის, GTA-ს ვეცახდით ჩვენ მაშინ. და ეს იყო ერთ-ერთი ბანერი და მე უკვე პოდიუმზე დავინახეთ ბიჭები, რომლებიც რაღაც ესე ეცვათ ზუსტად როგორც ვიდეო თამაში ამ ავატარებსაც ვიათ და დადიან მართლა აი რაღაც ესე რა ქვია, როგორც თამაში დადიან და ხო გონია რომ ავატარები არიან და მე მგონია რომ ეგ იყო პირდაპირ რაღაც პოპკულტურის რეფერენსი რაც შემოიტანა. კიდევ ძალიან მომეწონა მეიქაპი, ანუ ვიზაჟი ძალიან მომეწონა. რაღაცნაირად არარეალისტური სახეები ქონდათ მოდელებს. მართლა AI გენერირებული კი, აი, რო შეხედავდი რეალური ფოტოები რო დადეს, შემდეგ backstage-ის, ანუ რო შეხედავდი, გეგონებოდა რომ იყო ხელოვნური ინტელექტით გენერირებული და ძალიან საინტერესო, კარგად იყო ძალიან კასტზე ნამუშევარი. მე ყვებოდა რამდენიმე მოდელებთან იყო ინტერვიუ და ზოგი ყვებოდა რომ რაღაცა უნივერსიტეტში, ფეხბურთის გუნდში თამაშობდა და არჩიეს. განსხვავებული იყო კიდე ძალიან რაღაცა მასკულინური ტიპაჟებიც იყვნენ პირიქით, ანუ ძალიან ესეთი რაღაცა ანდროგენული ტიპაჟებიც ყავდა. ასევე ძალიან ჭარბობდა underground რეპერების, ესე ვთქვათ, პოზიციონირება როგორც სტუმრების რიგებში, ასევე runway-ზე და ასე შემდეგ და მოკლედ პიერ ჯორჯო დელ მორო იყო ცნობილი კასტინგ დირექტორი, იყო გუჩის კასტინგ დირექტორი ამ სეზონზეც და სხვათაშორის მან თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ დემნა სურვილი იყო, რომ გამხსნელი მოდელის სახე ყოფილიყო ისეთი თითქოს AI გენერირებულ მსგავს და ესეც გამიზნული იყო. კასტზე ძალიან სერიოზულად იყო ნამუშევარი და ნუ პრინციპში სეზონის ერთ-ერთი მავრებული და ისეთი კასტი სწორედ გუჩის ყავდა. ხო, რაც შეგვიძლია ზუსტად თქვათ მიდგომაზე, დემნას მიდგომაზე, მან პირდაპირ თქვა, რომ ის გუჩის უყურებს ისე როგორც პერსონას, ადამიანს, ანუ პერსონიფიცირება მოახდინა, ესე ვთქვათ, ბრენდის, რომ დაახლოებით ჩვენ თვალწინ წარმოგვიდგება, რა ტიპაჟის ბრენდთან გვაქვს საქმე და ვნახოთ რამდენად გაამართლებს ეს გაყიდვებში, იმიტომ რომ ესე იგი გუჩის მფლობელი კონგლომერატი კერინგი მაინც ორიენტირებულია იმაზე ცხადია, რომ გაყიდვებმა აიწიოს ამიტომ დაინიშნა ზუსტად დემნა გუჩიში შემოქმედებით ხელმძღვანელად და მაინც ეს გადაწყვეტს ბედს იმისას დემნას ასე ვთქვათ ახალი სამსახური გაგრძელდება თვალთითხანს. ბოლოს მაინც ყველაფერი ხო გაყიდვებთან მიდის, იმიტომ რომ მოდა ბიზნესია, ძალიან დიდი ბიზნესი და კორპორაციების მართული ბიზნესი, როგორც ასეთი, ესე ვთქვათ. მე კიდე ძალიან მომეწონა როგორც განვითარდა, პრინციპში მოკლე დროში მოახერხა ეს ყველაფერი, ჯონათან ანდერსონი. კი, ნამდვილად ძალიან საინტერესოა, ძალიან საინტერესო იყო და სხვათაშორის აი რო ვახსენეთ, რომ დემნაზე ქონდათ რაღაცნაირი ესეთი ორმხრივი შეფასება. გამახსენდა ჯონათან ანდერსონის პრინციპში რაღაც ეგეთი დიზაინერი არის, ხო? ჩვენ ადრეც თქვი, რომ გვანან ერთმანეთს და ჯონათან ანდერსონიც არის ესეთი დიზაინერი, რომ რაღაცა განსხვავებული შეფასებები არის ხოლმე მის კოლექციაზე და ვკითხულობდი Esquire-თან ქონდა მე მგონი ინტერვიუ, სადაც ამბობდა, რომ როდესაც არ ღიზიანდებიან ადამიანები და უბრალოდ ამბობენ რომ კარგია, ესე იგი შენ უნდა მიხვდე რომ რაღაც ძალიან სახიფათო ტერიტორიაზე ხარ და ეს არ იწვევს არანაირ რეაქციას ადამიანებში და ჯობია რომ ვიღაც გაბრაზდეს, ვიღაცას ძალიან მოეწონოს, რაღაცა გარკვეული ემოცია გამოიწვიოს, რომ არა კარგია თუ ცუდია, მაგრამ გარკვეული ემოცია გამოიწვიოს. თუ ყველა ამბობს რომ ის ასეამოვნოა, კარგია, ლამაზია, უირა კარგია, ეს იმას ნიშნავს რომ ძალიან ცუდ ეტაპზე შევიდა თავისი კარიერის დიზაინერიო, ეს რაღაც და პრინციპში ვეთანხმები მე ესე მგონია რომ ხელოვნებას მოდაც რადგან ხელოვნება არის ეგ როლი აქვს რომ ზოგი გააბრაზოს, ზოგი აღაფრთოვანოს, ზოგს რაღაც მიბაძვა მოუნდეს, ხო? უბრალოდ კარგია, სასიამოვნოა, ყურს კარგად ხვდება ესეთი ხელოვნების პროდუქტი, ესე ვთქვათ, არასდროს არ არის ხოლმე, არც გავლენიანი, არც დიდხანს არ რჩება ჰაიპში, ესე ვთქვათ.
ხო და ჯონათანის შემთხვევა საკმაოდ საინტერესოა, გამომდინარე იქიდანაც, რომ ფაქტობრივად ყოველ შემდეგ ჩვენებას უკეთესი შეფასებები მოყვება სოციალურ ქსელებშიც და პრესაშიც, ვიდრე წინას. აი მაგალითად მეთიუ ბლაზის შემთხვევა რო ვახსენეთ, რომ 2026 წლის გაზაფხულის სეზონზე იყო ფაქტობრივად ყველაზე კარგად შეფასებული შოუ. აი შემდეგ ჩვენებებს უფრო მეტი კრიტიკა მოჰყვა. ჯონათანის შემთხვევაში ყოველი მომდევნო ჩვენება წინაზე უკეთესია, ანუ განვითარება, როგორც ასეთი ჩანს, რაღაც ხედვის შენების პროცესში. შვიდად მიყვება, რა ქვია, თავის საქმეს მოკლედ რა. საინტერესოა ნამდვილად. ნუ ასევე უნდა ითქვას ის, რომ პრინციპში ჯონათანის დიორი იყო ვოგზე, ვოგმა გამოაქვეყნა დაახლოებით რამდენიმე ერთი კვირის წინ ყველაზე ნახვადი კოლექციები მოდის კვირეული სეზონიდან და ჯონათანის დიორი იყო პირველ ადგილზე, ანუ ყველაზე ბევრმა ადამიანმა ვოგზე სწორედ დიორის კოლექცია ნახა. მე იყო ტომ ყველაზე ფორდის მეტად რომელი კოლექცია არ მოგეწონა? ან რომელი მოდის სახლის კოლექცია არ მოგეწონა? დიდი მოდის სახლის ბალენსიაგა. ხო. ძალიან რთული მდგომარეობა ბალენსიაგაში გამომდინარე იქიდან, რომ რა თქმა უნდა კრეატორები აი ბოლომდე კი და სხვა შორის ახლა დაჯილდოებების სეზონი იყო და ძალიან ბევრი საინტერესო წითელ ხალიჩაზე ბალენსიაგა ჩანდა, საკმაოდ კარგად ჩანდა, მაგრამ თვითონ ხედვა აშკარა არის ის, რომ პიერ პაულო პიჩოლის დავალებული აქვს, რომ შეინარჩუნოს დემნას მომხმარებელი, გოთიკური ახალგაზრდა, აი ცოტა როგორც სიტყვიან სმუზად გადავიდეს, რომ ეს არ იყოს ძალიან ისეთი მტკივნეული ტრანსფორმაცია და თან უნდა შეიტანოს საკუთარი ეს ოტკუტიურ დახვეწილი ელეგანტური ხედვა, რაც არ არის დამაჯერებელი. მე ვფიქრობ, რომ დემნას მომხმარებელი ვინც იყო, ის ბალენსიაგას მომხმარებელი კი არ იყო, დემნას მომხმარებელი იყო. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ცოტა მაინც და მაინც სწორი მიდგომა არ მგონია ეგ, იმიტომ რომ მოკეთ ვინც ესე ყიდულობდა დემნას გამოყიდულობდა და მგონია გუჩიში გადაყვება, თუ რა თქმა უნდა, ფინანსურმა შესაძლებლობებმა გაუკაჩა ძვირადღირებული ბრენდი. მაგრამ აი, იმიტომ რომ დემნას ესთეტიკას ინარჩუნებს პიერ პაულო პიჩოლი, აი არ მგონია რომ მაგის გამო დემნას ფანები იყვნენ, მოკლედ ძალიან მარტივად რო ვთქვათ, ის ადამიანები, ვინც ყიდულობდნენ ბალენსიაგას. და რაღაც მგონია რომ თავის ხედვას ჯობია რომ მიყვეს. ალბათ უფრო დამაჯერებელი იქნება, იმიტომ რომ ხა რასაც ბალენსიაგას პოდიუმზე ხა რაც ვნახეთ ბოლოს ეს 2026 წლის შემოდგომა სამთარი მით უმეტეს იყო აი გაუგებრობა, ანუ არც ერთი მხარისთვის არ იქნებოდა ეს კოლექცია დამაჯერებელი, არც მათთვის, ვინც უფრო პიერ პაულოს სტილი მოსწონს, ის ელეგანტური დახვეწილი ოტკუტიური, ან ის ახალგაზრდული ეს ჯენზი გოთიკური ენერგია, რაც თქვათ დემნას კოლექციებს, ასე თქვათ აქვს. ასევე ვერ გავიგე რა შუაში იყო ეიფორია მაგალითად, ხო? ხო, სხვათა შორის იმდენად გაურკვეველი. აი ეგ ვთქვათ, კარგად რომ გაიგოს მაყურებელმა, HBO-ს ცნობილი სერიალი სემ ლევინსონის, ხო ლევინსონი არის, ხო? HBO-ს სერიალი შემქმნელთან, სემ ლევინსონთან ითანამშრომლა, ანუ სეტის დიზაინი იყო რაღაც მასთან კოლაბორაციით გაკეთებული, ასე თქოს ვიდეო ინსტალაციები იყო, აი ხო, აღმართული იყო ეკრანები. გაურკვეველი იყო ძალიან რა კავშირი აქვს თვითონ კოლექციის შინაარსთან, ცოტა გაუგებარია. ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც აი კოლაბორაციის აზრს წავიკითხე, ვოგის სტატია წავიკითხე, ჰარპერს ბაზარის სტატია, მაგრამ კოლაბორაციის არსს ვერ ჩავწვდი, ასევე ვიზუალურადაც ძალიან უცნაური იყო. რა შუაში იყო ვერ ხო, სემ ლევინსონსთან რაღაც ძალიან ცუდად აქვს კოლაბორაციები დაცდილი, იმიტომ რომ ეიფორია კი კაი გამოვიდა, მაგრამ შემდეგ იყო აიდოლი ვიკენდთან კოლაბორაციით, რომელიც აბსოლუტურად ჩავარდა. და რაღაც მე მგონი მთლად კარგი ნაბიჯი არ არის სემ ლევინსონთან თანამშრომლობა. ხო და თან არ იყო შეკრული არანაირად კონცეფცია. არც ეიფორიასთან ქონდა, აი რო თქვა ახალგაზრდულ კულტურას მიაწვა და მაგიტო რაღაც ეიფორიას ესთეტიკა შემოიტანა, ეგეც არ იყო. საერთოდ გაუგებარი იყო ნამდვილად და ერთს გაუგებარი იყო. ნუ ასევე უნდა ვახსენოთ, რა თქმა უნდა, კიდევ ერთი დიდი დებიუტი, რაც იყო ფენდიში იყო მარია გრაცია კიურის დებიუტი, დიორის ყოფილი კრეატიული დირექტორის, რომელიც რა თქმა უნდა, რასაც დიორში ვხედავდით, დაახლოებით იგივე ვიხილეთ, თუმცა უნდა ითქვას ის, რომ აქსესუარები საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურებოდა და არის შანსი იმისა, რომ კომერციულად საკმაოდ წარმატებულიც იყოს და მარია გრაცია კიური მიუხედავად იმისა, რომ შემოქმედებითაც შესაძლოა ბევრისთვის და მათ შორის ჩემთვისაც იყოს თქვათ მოსაწყენი და იცოდა ავტოპილოტზე მომუშავე დიზაინერი, ასე ვთქვათ, მიუხედავად ამისა, ვიცით რომ მისი ხედვა, როგორც ასეთ საქმე აქსესუარებს ეხება, ამართლებს და შესაძლოა აი პიერ პაულო პიჩოლის და ბალენსიაგას თანამშრომლობას ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ, მაგრამ ფენდის და მარია გრაცია კიურის მგონია რომ არის შანსი, რომ რაღაც საინტერესო აქედან გამოვიდეს კომერციულად და არა შემოქმედებითად. ზოგადად როგორ ფიქრობ, აი მომენტის ბრენდი ახლა რომელიც აი სამეული რო თქვა, აი ამ მომენტის ბრენდი, რომელი არის შენი პირადი ფავორიტი. ოღონდ ეს ზოგადად არა ვიცი რა ისავრანი გიყვარს, მაგრამ აი მომენტში რომელი არის წარმატებული და კარგად მიდის შენი აზრით. ნუ პირველი ალბათ ჩანელი.
შანელის გარშემო არის ყველა მიუხედავად იმისა, რომ მართლა სექტასავით გამომდის ცოტა, ანუ მიუხედავად იმისა, რომ კი ხა შანელში მეთიუბლაზე არაკეთებს ისეც არაფერს განსაკუთრებულს და ასე შემდეგ, მაგრამ მაინც საინტერესოა, ჩემთვის საინტერესოა ის, რომ მან აირჩია უფრო მეტად კოკო შანელზე ორიენტირება და არა კარლ ლაგერფელდზე. თუნდაც ბოლო კოლექციაში რაც გააკეთა ეს დაბლადაწეული, დაბალწელიანი კაბები, ეს ერთ-ერთი ყველაზე ისეთი სილუეტია კოკო შანელის მემკვიდრეობაში, ზოგადად შანელის ბრენდის მემკვიდრეობაში, რომლის გათანამედროვება ძალიან რთულია. აი, ყოველთვის ვინც არ უნდა სადეს ადრეც და აი ფოტოებსაც რო უყურებ, ყოველთვის მქონდა ის განცდა, რომ აი ეს ისეთი სილუეტია, რომლის გათანამედროვება, აი თანამედროვებაში ვინ უნდა ჩაიცვას. სადა და არ გამოიყურებოდა ცუდად ნამდვილად. მოძრაობაში განსაკუთრებით ფოტოებში ცოტა უცნაური მაინც იყო, ეხა ვერ ვიტყვი რომ რაღაც ძალიან კარგად ჩანდა ბოლომდე, მაგრამ მოძრაობაში საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა შანელი. ფერებიც კარგი იყო. არც ერთხელ არ გვიხსენებია თუნდაც ტომ ფორდის ჰაიდერ აკერმანი, რა თქმა უნდა. პოდკასტში არც ერთხელ არ გვიხსენებია, მაგრამ ძალიან მომწონს მიუ. აი ვფიქრობ, რომ რაღაცნაირად არ ვიცი, ბალანსი არის, ახალგაზრდულიც არის, დახვეწილიც არის, ძალიან მომწონს. ნუ აქ უნდა ასევე ითქვას ის, რომ მიუჩია პრადა არის ალბათ, აი მიუჩია პრადას გენიალურობა კიდევ ერთხელ მაშინ რწმუნდება, რომ ჯერ უკვე ამას აქში ახერხებს იმას, რომ ორი ბრენდის სათავეში დგას და ორივე არის როგორი ახალგაზრდულია და პლუს კიდე ხარ ვიცი გამოქვეყნდა ისე და ისე ვოგის, აი ვოგს რატო ვახსენებ ხშირად, ხო აქედან ჩანს თუ რა აინტერესებს, აი ეს ვინც ფეშენ მომხმარებელია, ვინც მოდის მომხმარებელია და ენთუზიასტია, შემომხმარებელი ენთუზიასტია, ის ათვალიერებს ვოგის აპლიკაციას და ვოგის საიტს. ხუთეულში მესამე ადგილზე იყო პრადა და მეხუთეზე იყო მიუ. ხუთეულში ორი ბრენდის თავში დგას მიუჩია პრადა. და ეს ახლა მრავლისმხელი ფაქტია. გადავიდეთ მე მგონი ნელ-ნელა კინოინდუსტრიაზე, იმიტომ რომ ოსკარის დაჯილდოება იყო და ყოველთვის ელოდება ხოლმე რომ რაღაცა პოლიტიკური გზავნილები უნდა გაჟღერდეს. ანუ მე მგონია რომ პოლიტიკურად ყველაზე აქტიური არის ოსკარის დაჯილდოება. და ჩვენ აი გვახსოვს მაგალითად წლების წინ როცა წითელ ხალიჩაზე ჩნდებოდნენ საპროტესტო გზავნილებით, რაღაც ესე კეთათ ხოლმე ნიშნები. ეხლა იყო მაგალითად ესეთი ყველაზე კაფიო განცხადება, რაც გააკეთა იყო ხავიერ ბარდემი, რომელმაც გააპროტესტა პალესტინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები. ხო, ოსკარს რაც შეეხება, როგორც ვამბობ, პოლიტიკისგან დაცლილი კი იყო მეტნაკლებად, მაგრამ მაინც იყო რაღაცები შენარჩუნებული, როგორც ვთქვით, ხავიერ ბარდემის სიტყვა, ასევე შონ პენი არ დაესწრო და ნუ მან არის ასეთ სხვადასხვაობა, რომ შონ პენის ზოგადად ეზარება ძალიან ესეთ მებს, რა ქვია, ღონისძიების სიარული, სადღაც იძახდა, რომ პიჯაკის ჩაცმაც მეზარებაო და მაგრამ მეორე მხარე არის ისიც, რომ ძალიან ადეკვატური ადამიანია, მის სამოქალაქო პოზიციები ყოველთვის ვიცით, აი მაგალითად უკრაინაში ჩავიდა, როცა ეს ომი დაიწყო გადაღებები. კიდევ ძალიან ესეთი საინტერესო კატეგორია რაც იყო მაგალითად იყო ის რომ სრულმეტრაჟიან დოკუმენტური ფილმის კატეგორიაში გაიმარჯვა ესეთმა ფილმმა, რომელსაც ქვია Mr. Nobody Against Putin და ეს არის ძალიან საინტერესო ფილმი, იმიტომ რომ არის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებლის ისტორია, რომელიც უპირისპირდება რეჟიმს და ალბათ უპირისპირდება ყველაზე სწორი გზით, მე ესე ვფიქრობდი, ანუ ცდილობს რომ თავისი მოსწავლეები რაღაცნაირად გადაარჩინოს აი იმ პროპაგანდისგან, რაც ტრიალებს რუსეთში და ვიცით სამწუხაროდ რომ პროპაგანდის ერთ-ერთი სამიზნე არის ახალგაზრდა თაობა. და ძალიან მოკლედ ესეთი საინტერესო დოკუმენტური ფილმი არის. ასევე უნდა ვთქვათ, რომ ოსკარის ფავორიტად ვინც მიიჩნეოდა რომ აიღებდა მამაკაცის როლის შემსრულებელი მსახიობის ჯილდოს ტიმოთი შალამე დარჩა ყველანაირი ოსკარის გარეშე კი არა მე მგონი ფილმის საერთოდ ჯილდოს გარეშე დარჩა ანუ ერთ-ერთი ფავორიტი დარჩა მოყვა წინააღმდეგობრივი შეფასებები მე ვფიქრობ რომ ტიმოთი კარგი იყო მართლა კარგად შეასრულა ეგ როლი ძალიან იმუშავა ძალიან იწვალა ძალიან ჭუჭყიანი რო ხარ რაგი იყო მაინდა მაინც შენთან მოსვლა გადაწყვეტა იცის რომ კეთ მამა კარგიც რაღაც მეგონი ესე გავაგრძელოთ აკუბარდია ხოდა მოკლედ სტუმარი ყავს ხა სტუმარი ყავს რაღაც თქმალის ეს დადგმული არც გადაგვიხდია არა დადგმული რო იყოს ნინოს ორი კატა ყავს და ისინი იქნებოდნენ აქ მე მყავს ორი კატა და
ხო, დარჩა ესე ვთქვათ, ყველანაირი ჯილდოს გარეშე, ცოტა ხნით ადრე გააკეთა ტიმოთიმ ესეთი განცხადება, რომ ოპერა და ბალეტიო მობუდაო და ბევრი უკავშირებდა მაგას, რომ აი ამის გამო არ მისცეს ოსკარია, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ ეგ საერთოდ რამე კავშირში იყო. აბსოლუტურად მეფანტება, საერთოდ ყურადღება ეს რო აქ არის, იმიტომ რომ გადამდო ბეწვები, რწყილები, მშვიდობა გვინდა, მშვიდობა. ხო, მოკლედ პრინციპში ჩემი აზრით ყველაზე საინტერესო და დამსახურებული ჯილდო, რამაც მიიღო, მაინც ჩემი ყურადღება, რამაც მიიქცია, ეს არის დოკუმენტური ფილმი Mr. Nobody Against Putin. ჩემი ყურადღება მიიქცია იმან, რომ ანა ვინტური ჩაერთო ეშმაკი ატარებს პრადას PR-ში, ასე ვთქვათ. როგორც დაანონსებულია ეშმაკი ატარებს პრადას მეორე ნაწილის პრემიერა, მაისში იქნება პრემიერა და ოსკარების ერთ-ერთი მთავარი ის გახმაურებული ვირუსულად რაც გავრცელდა, ასე ვთქვათ, ოსკარებიდან იყო ის მომენტი, როდესაც Anne Hathaway და ანა ვინტური ერთად გამოჩნდნენ სცენაზე. ხა ეს რატომ არის ამდენად აღსანიშნავი? ზოგადად ალბათ ვინც წლებია ამ ინდუსტრიას ადევნებთ თვალს, აი 15-20 წლის წინ იმეს რო ეთქვა, რომ ანა ვინტური ჩაერთვებდა ეშმაკი ატარებს პრადას PR-ში. ჩავერთვებ მანდ, იმიტომ რომ ანა ვინტური დიდად არ იყო კმაყოფილი ეშმაკი ატარებს პრადას გადაღებით, მაგალითად პირველ ნაწილში ერთადერთი დიზაინერი გამოჩნდა, ეს იყო ვალენტინო და დანარჩენ დიზაინერებს ესეთი ის არსებობს ხმები, რომ შეეშინდათ ანა ვინტურის და მაგიტო არ გამოჩნდნენ, არ მიიღეს მონაწილეობა ფილმში. ზოგადად უნდა ითქვას ის, რომ აი ამ ფილმზე მიუხედავად იმისა, რომ ალბათ მოდის შესახებ გადაღებულ ფილმებში ყველაზე ცნობილი და ერთ-ერთი ყველაზე საყვარელია საზოგადოებაში, თავდაპირველად პირველი რამდენიმე წელი მოდაში საკმაოდ ტაბუდადებული ფილმი იყო. ანუ ბევრს ეშინოდა არათუ მონაწილეობის, არამედ შემდეგ რაიმე შეფასებების მიცემის, ანაც თავს იკავებდა ხშირად უარყოფდა რაიმე მის პერსონაჟთან რაიმე კავშირს. ასევე მახსოვს კარინ როითველდის ინტერვიუები, სადაც ის ამბობს იმას, რომ ეს არასახავს რეალობას და ის მოდამ საკმაოდ ეს ზედმეტად სერიოზულად და მტკივნეულად მიიღო ეს იუმორით გაჯერებული, ასე ვთქვათ, ფილმი და იყო დიალოგები იმაზე, რომ ასახავს თუ არა რეალობას, რამდენად მართლა ასეთია თუ არა ანა ვინტური და ასე შემდეგ. იმ ყველაფრის ფონზე, როდესაც ნახე ანა ვინტურის სცენაზე, როგორ აპირებს ეშმაკი ატარებს პრადას, დრამების ფონზე, ასე ვთქვათ, ვირუსული მომენტი შექმნა, ანა ვინტური და Anne Hathaway იყვნენ ერთად ასული ნომინაციების გამომცხადებლად და Anne Hathaway ეუბნება, რომ თუ გსურსო, რომ წაიკითხო ნომინაციებიო და ესე ეუბნება, მადლობა ემილი და ფილმში მირანდა პრისლის პერსონაჟს ყოველთვის ეშლება Anne Hathaway-ის პერსონაჟის სახელი და ეგ კავშირი იყო მოკლედ ფილმს და იმ გათამაშებულ სცენას შორის, რაც დაიდგა. ასევე ჩემთვის საინტერესო იყო ის, რომ ანას ეცვა დიორი და არა შანელი. ზოგადად ანას ყოველთვის დიდ ღონისძიებებზე ეცვა შანელი, კარლი შანელი და ასევე ვივიენი არა, ასევე ვირჟინი ვი არის შანელი. ზოგადად შანელი ანა ვინტურის ერთ-ერთი საყვარელი ბრენდია და მეტ გალაზე თითქმის ყოველ წელს შანელის ბრენდი აცვია, თუმცა ოსკარზე, მაშინ როდესაც ჰქონდა საკმაოდ ესეთი მნიშვნელოვანი როლი, წარმდგენი იყო და ვირუსულად გავრცელდა მისი მომენტი, მას ეცვა ჯონათან ანდერსონის დიორი, რაც ასევე საკმაოდ საინტერესო იყო. ეს ორ რაღაცას შეიძლება ნიშნავდეს. ერთი არის ის, რომ მას მაინც მოსწონს უფრო მეტად ჯონათან ანდერსონის დიორი, ან უბრალოდ LVMH-მა ძალიან დიდი ჩეკი დაწერა. ხო, ამ ორიდან ერთ-ერთი. ასევე ძალიან საინტერესოა პირადად ჩემთვის, აი ხა მეტგალა ახლოვდება, უკვე მაისში იქნება, მაისის პირველ კვირაში და შანელს აირჩევს თუ დიორს, თუ იქაც დიორი ეცვა. ესე იგი, ხო, ესე იგი მაინც ალბათ უფრო ესე იგი ჯონათანი არის პატარა პროტეჟე. ხო. ეგრე გამოდის. პატარა აღარ გამოდის, მაგრამ ხო. ზოგადად უნდა ითქვას ის, რომ წითელი ხალიჩა უკვე დიდი ხანია ძალიან მოსაწყენია, გამომდინარე იქიდან, რომ ესეც გახდა ბიზნესი, ესეც კონტრაქტებზე დაფუძნებულია. აი ხშირად, მაგალითად თუ ადრე 90-იანებში და ადრე 2000-იანებში უფრო აი ესეთი ექსპერიმენტულ ლუკებს ხედავდით, ამ ხედავდით დიდ ვარსკვლავებს, ახალგაზრდა დიზაინერების სამოში, მაგალითად მადონას, როდესაც ეცვა ოლივია თეისკენს და ოლივია თეისკენსი იყო 21 წლის ახალგაზრდა დიზაინერი, რომლის შესახებაც მაშინ არავინ იცოდა, თუნდაც ელისააბი, როდესაც ჰალიბერიმ ჩაიცვა 2002 წელს, მაშინ ელისააბი არ იყო ცნობილი. დღესდღეობით ეს ფაქტობრივად შეუძლებელია. ხედავთ, რომ აი ეს დიდი კორპორაციები, დიდი კონგლომერატები კონტრაქტებით არიან, აი მაგალითად ზენდეიას ეცვა ლუი ვიტონი, ისევ და ისევ ლუი ვიტონი გამომდინარე, რომ კონტრაქტი აქვს. თუნდაც უნდაოდეს სხვა ახალგაზრდა კრეატიული არჩევანის საშუალება აღარ აქვს უკვე მსახიობს, იმიტომ რომ უკვე ეს არის კომერციული, უკვე ყველაფერი რაღაც ამბასადორი, რაღაც არ ვიცი, სახე, ასე შემდეგ თავისი ვალდებულებები აქვს. დიორი დომინირებდა, გუჩი დომინირებდა, შანელი დომინირებდა, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ყველაფერი არის კონტრაქტით გაწერილი, ვარსკვლავები იღებენ საკმაოდ დიდ თანხებს იმისთვის, რომ ჩაიცვან ეს ბრენდები და მათ არც აქვთ კონტრაქტით უფლება, რომ სხვა ბრენდი ჩაიცვან. რაც განაპირობებს იმას, რომ წითელი ხალიჩა ზოგადად არის ძალიან ასევე მე
აი ვადარებდი წინა წლების მღელვარებას ოსკარებთან დაკავშირებით და ყოველთვის იყო ხოლმე რომ აი ფილმები იყო ისეთი რა მართლა რომ ყველა ლაპარაკობდა რომ ელოდებოდა მაყურებელი მის კინოთეატრში გამოსვლას და ეხლა რაღაცნაირად ისე მოხდა რომ თითქოს სატელევიზიო ინდუსტრიამ ჩაყოლაპა კინოინდუსტრია არ ვიცი ყოველთვის ეს მღელვარება ძალიან დაიკლო მე მგონი ეგ არის და ჩვენ მე მგონი მეორე ნაწილი უფრო საინტერესო გვექნება იმიტომ რომ ჩვენ გვყავს ძალიან კარგი სტუმარი რომელიც ძალიან ეს სუბიექტურად ფეშენჰოლიკების საყვარელი დიზაინერი არის ობიექტურად და სუბიექტურადაც და ეხლა პატარა ჭრა და მე შემოვალთ სტუმართან ერთად. Fashionholics. მოკეთ დავბრუნდით გიორგი ქებურიასთან ერთად. ყველას უყვარს გიორგი ქებურია. ჩვენ გამომწერებს ძალიან უყვართ. სულ გვეუბნებოდნენ ხოლმე რომ მე მგონი პირველივე ეპიზოდიდან სულ ელოდებოდნენ რომ შენ იქნებოდი ჩვენთან სტუმრად და ჩვენ პირველ ეპიზოდში მართლა მასე ვაპირებდით რომ ზოგადად ფეშენჰოლიკების პოდკასტი დაგვეწყო შენი სტუმრობით. უბრალოდ მე რაღაც ისე მოხდა რომ არ ვიცოდით დავდებდით თუ არა მაგ ეპიზოდს და ამიტომ გადავწყვეტეთ რომ მარტო მე დაგვანცეს გველაპარაკა და ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე რაც ჰქონდა იყო ლონდონის მოდის კვირაულის ბოლო პერიოდი და მოგვიყევი როგორი გამოხმაურება იყო პირველ რიგში. კი ბოლო სიახლე იყო ლონდონის მოდის კვირაული, რომელიც საკმაოდ წარმატებით ჩავატარეთ, ასე ვთქვათ, მგონი რა ვითხემდე. რაღაც სტატიები მხდება, რომელიც გვიხსენიებს ქებურია ფრენდს და აღნიშნავს ჩვენებას. თვითონ აი კოლექციის რაღაცა ინსპირაცია, იდეა რაზე იყო? ინსპირაცია ძირითადად სამხედრო უნიფორმები იყო, ნაპოლეონ inspired პიჯაკები, მე მგონი შენი ხელწერა გახდა. ბრენდის ხელწერა, კი. და დიდად არ მინდოდა გადამეხვია წინა კოლექციიდან და ვეცადეთ რომ რაღაც გაგრძელებას ავიტყობილიყო ეს ყველაფერი და ასევე მქონდა ობობები, სამხედრო დეტალები, ბევრი ობობების შიში მქონდა ბავშვობიდან ფობია და მოდბორჩი მქონდა ობობა, რომელიც რო დავინახე, მეთქი აღარ მეშინი ობობების თქო და ძალიან ყოჩაღი ვარ თქო და მინდოდა რომ ეს guilty pleasure-ებით იყო. რომელიც გამოვიყენეთ ხშირად პრინტში, კამერებზე, დეტალებზე და ასევე საქართველოს გერბი მე-15 საუკუნის და საკმაოდ ესეთი მებრძოლი განწყობა გქონდა. საერთაშორისო მედიას მე მგონი ძალიან უყვარხარ, იმიტომ რომ აი ყველგან ხვდებოდა. Days-დი, Vogue-საც და მე მგონი ყველგან იყო საერთოდ რომ სკროლავდი. ის საკმაოდ ვერმა თვალსუხაროდა. შუქა ჩვენება. კოლექციაზე რა თქმა უნდა, დავახსენოთ ის მაისური. ლორენ სანჩეს ბეზოსის მაისური, რომელიც მე გამახსენა წინა კოლექციიდან ბაიანა მაისური. და ეგეც შენი ხელწერად იქცა, ასე ვთქვათ, რომ აი ყოველთვის რაღაც კომენტარს აკეთებ მაისურს, რაც პოპ კულტურას და იმ მომენტში რაც ხდება, ასე ვთქვათ, ეხმიანება ცოტა სარკასტულად, ცოტა იუმორისტულად და შემდეგ ეს ვრცელდება ინტერნეტში საკმაოდ ისე. ან მარკეტინგული ხრიკიც არის ერთგვარი ალბათ, არა? კი, შეიძლება ითქვას, რომ მარკეტინგული ხრიკია, უბრალოდ მიყვარს ეგეთი მოდა ბავშვობიდან რაღაც იუმორისტულზეც და ამავე დროს საინტერესოზე, მიყვარს კომუნიკაცია ტანსაცმლით და არ მიყვარს უბრალოდ ორეულობის ყურება მოდის ჩვენებებზე დაუშვათ და ლორენ სანჩეს ბეზოსი ბაიანეს გაგრძელება იყო. იმიტომ რომ მათ შეიძინეს კონდნესტი, როგორც ვიცი და მე როგორც მაქვს ინფორმაცია. მგონი ექსკლუზიური ინფორმაციას მივიღეთ. ანუ ჭორები დიდი ხანია ვრცელდება, რომ ჯეფ ბეზოსი აპირებს Vogue-ის სამწუხაროდ, რომ ჯეფ ბეზოსი აპირებს Vogue-ის გამომცემელი კომპანიის Condé Nast-ის შეძენას და სწორედ ამას უკავშირდება მათი გააქტიურება, ასე ვთქვათ, მოდის ჩვენებებზე. საქორწინო საჩუქრად და თავის ზოლისთვისა ჯეფ ბეზოს. ხო, ჯერჯერობით ისე ოფიციალურად მე მგონი არ გამოქვეყნებულა, მაგრამ მე მგონი უკვე კი, და საკმაოდ ისეთი ერთგული იყო ამ მაისურის გამოჩენა პოდიუმზე, იმიტომ რომ წინააღმდეგობა ჰქონდათ დაუშვათ სტილის, იმიტომ რომ ბრიტანულ Vogue-ში მუშაობს და ანუ არავის არ უნდა დაუშვათ საქმის გაფუჭება ისეთ ცნობილ ადამიანებთან, როგორიც არიან ლავროუჩი არის სანჩესის სტილისტი და ანუ მაინც გამოვიტანე ბოლომდე მივაწაკი. სანჩეს უშველა ლავროუჩმა შენი აზრით. გონია ხოლმე სტილისტურად ვერ გიშველის ვერავინ თუ შინაგანი მონაცემებიც არ გიწყობს ხელს. ხო, სხვაშორის მაგაზე ძალიან შეთხოვნობენ, რომ აი რაც როგორ ახერხებსო, რომ რაც არ უნდა ჩააცვა
რა კოლექციაც არ უნდა ჩააცვა, ყველაფერი ძალიან რაღაცნაირი თავისებური ხდება. ის სხვა შერსის კოლექცია ეხა სამხედრო ინსპირაციები და შთაგონებები ახსენე და საკმაოდ ისეთი ქებურიას კოლექციებთან შედარებით უფრო მკაცრი იყო ალბათ სწორედ ამ სამხედრო ინსპირაციებმა მოიტანა, იმიტომ რომ ქებურია მაინც ალბათ ყოველს აი ძირითადად ჩემს ყოველ შემთხვევაში მეხსიერებაში მაინც ეს გოგოშკურიც არის, ცოტა თამამიც არის, თანამედროვეც არის, ახალგაზრდულია და ეს ნაპოლეონის მიუხედავად იმისა, რომ უკვე ჩემს მეხსიერებაშიც აი ეს ქურთუკები და შაკეტები უკვე ქებურიასთან ასოცირდება და სხვებისაც რო ვხედავ, უკვე ქებურია მახსენდება, მაინც ალბათ ეს უფრო ესეთი ყველაზე სოლიდური კოლექცია იყო, შენ ყოველ შემთხვევაში მე ესე ავუდგებ. ვითამ თუ ეგრე ფიქრობ, მიხარი არ ვიცი, ვცდილობთ რომ ეგ იყო მიზანი, როგორც ასე. მე მგონია რომ ხო ჩემ თვალში პირველად რომ ნახე ეგ აზრი დამებადა. რომ ეს ყო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და სოლიდური კოლექცია გიორგი ქებურიასგან. გიორგი, მე მინდა რომ შევეხო შენს პრინციპში უკვე ჩვევად გექცა ქართველი არტისტებთან თანამშრომლობა, მუსიკოსებთან, ხო პირველი იყო Crimsy, Skazi, მერე იყო Mama Flexi, ქვემეხი იყო ბოლოს. იყო მერე და ეგ მაინტერესებს, აი რა, შენ თვითონ რაღაც კავშირს პოულობ ზოგადად ქართველ არტისტებთან და უფრო მეტად ავთენტურია ხოლმე, თუ რაღაცნაირად მხარდაჭერის ერთგვარი ესიც არის შენგან. პირველ რიგში ჩემთვის ამაყო მსგავს არტისტებთან მუშაობა, იმიტომ რომ სოფლიო დონის და ხარისხის არტისტები არიან მგონია და ყოველთვის რაღაც ძალასაც მატებენ, რომ უფრო თავდაჯერებული ვიყო და მე მათ მართლა ვუსმენ და საკმაოდ მიხარია და მე ამაყება ყოველთვის. შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარი ქებურია არის მგონი ერთადერთი ქართული ბრენდი, რომელიც აი ესე აქტიურად მხარს უჭერს ქართველ არტისტებს გლობალურად, იმიტომ რომ მოდის კვირეულები ძალიან დიდი პლატფორმაა, ძალიან ბევრი პრესა ესწრება და ეს არ არის მარტო მოდაზე ორიენტირებული. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ახალგაზრდა ქართველი არტისტებისთვის მსგავსი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია და ასევე ბრენდისთვის, ანუ ორმაგი ის არის ასე ვთქვათ. ხო, ხა მე მაგას ვიხსენებდი იმას, რომ ხსნიდი Instagram-ს და რომ სკროლავდი და რაღაც ხან Mama Flex-ის ტრეკი მესმოდა, ხან ქვემეხის ტრეკი მესმოდა. მე ვიცი, რომ სპეციალურად დაიწერა შენი კოლექციისთვის ეს ტრეკი, მაგრამ იყო ძველი ტრეკიც, ესე ვთქვათ და რომ აი მახსოვს რომ ვხსნიდი და იმას შევებდი, სკროლავდი, რომ ის მესმოდა ქართული ჟღერადობა, ძალიან მსიამოვნებ და ქართულ დიზაინერს უყურებ, ქართული დიზაინერის კოლექციას უყურებ, კიდევ ქართული. ისე მაინტერესებს, აი ზოგადად აქვთ ხოლმე რაღაცას რომ გეკითხებიან, ვთქვათ, არტისტზე რამეს, ანუ ინტერესი იწვევს, თუნდაც აი ეს მუსიკოსი. კი, ბევრი აშაზამებს ხოლმე ჩვენების დროს და ანუ მე რაც გეკითხებიან ხოლმე. თან ენა იმდენად საინტერესო ჟღერს ჩვენ ქართული მათთვის, რომ საკმაოდ ისეთია მგონია, კი. უცხოა. არიციან და ის პროცესი. მე მინდა რომ მაინც ან შენთან რაღაცნაირად TikTok-ზე ესე მოხდა ასოცირებული გახდა Mama Flex-ი. ანუ აი ყველა ტრენდი რაც არის, აი ყველა ხო და აი ეგ მაინტერესებს. მაგ ტრეკის ისტორია მაინტერესებს. რამე იქამდე მეგობრობდი, ცნობდი, რაღაც ერთად გაჩნდა ინდია თუ უბრალოდ მოусმინე ერთხელაც რომ ეგეთი ტრეკი დაწერა. მანამდე დავმეგობრდით სოციალურ ქსელში და ჩამიგდა ძალიან სასაცილო მიმი რომ უნდა და სცმოდა ქებურია და მეთქი ახლა ვეთქო და მას მერე გაჩნდა ეს ტრეკი ბაზე ქებურია და ორჯერ გაიტრენდა TikTok-ზე. მე მგონი სუპრიალებს, ანუ არასდროს არ დამთავრდა ეგ ტრენდი და თან ის მოიც რა ქვია კორუპტო ქვია მე მგონი კორუპტოში მონაწილეობ პირადად მე. AI-ის ხალხა შემოქმედება. მე ვუყურებდი მაგას, ჩემ მეგონა რაღაც ან მიგამსკავსა ვერ მივხვდი რა ის იყო რა ქვია მართლა ქებურია იყო და მეთქი ქებურიას როგორ გავს ეს და ვერ მივხვდი უკვე ბანაკის იმაზე რა ქვია წარწერა წავიკითხე ქებურია ეწერა და სხვადასხვა ის თამოვის და ჩვენ ხო ეს პრესი გვაქვს რომ აკიდებთ ხო ფოტოებს რატო არ კიდია ჩემი ეხლა გეტყვი რატო არ კიდია ანუ დავბეჭდეთ ჩვენი ფოტო და ჩამოვიკიდე ეს რომ დავკიდეთ ეს ჩვენი ვიდეოდან ეს რომ დავკიდეთ ამ შავ ფარდაზე ეს შევხედეთ და ჯვარის წერია ქებურიას ყველამ თქვით და ჩამოვხსენით და ესე გაგჩვენეთ მაგრამ ეს იდეა იგი იყო რა რომ კალის მაგირად უნდა ყოფილიყავი შენ გულზე მექნებ ხოდა მე TikTok-ს გადავალთ ცალკე მაინტერესებს შენ TikTok
როგორც TikToker-ის მოღვაწეობა ეგრეთ ცალკე, მაგრამ მანამდე და მე მაინტერესებს ახლა წინაზე, როდესაც ჩვენება წარადგინა ლონდონის მოდის კვირაულზე, როგორც ჩვენთვის ცნობილია, დაინტერესდნენ შენი ბრენდით ესეთი სტილისტები, როგორც არის მაგალითად Laura Uchi, რომელიც აცმევს Zendaya-ს, აცმევს Ariana Grande-ს და სხვა ბევრ ძალიან ცნობილ, კი, Lauren Sanchez ეცვა. აი, ამ ჩვენების შემდეგ აი ეს დიდი ვარსკვლავების სტილისტებისგან თუ წამოვიდა ინტერესი, თუ უკვე გაქვთ ბრენდში გარკვეული კომუნიკაცია ელოდებით, ასე შემდეგ, იმიტომ რომ ჩვენებამდე ერთი კვირით ადრე Julia Fox ეცვა, შენი ისეთი ლუკი საკმაოდ ძალიან უხდებოდა ძალიან კი იყო, რომელსაც ქებური აქვს და ჩემი აზრით ჯულიას ძალიან უხდა. სულ შენი ლუკები უნდა იყოს. მეც ვხედავ როგორც აი ქებურიას გოგოს ვხედავ კი. იყო მსგავსი ესეთი კი, სულ გვაქვს ტოპ სტილისტებთან კომუნიკაცია. მგონია რომ მაინც მოსწონთ ჩემი ბრენდი და Doja Cat-თან გვაქვს კომუნიკაცია ბოლო დროს. Doja Cat-ი გამოჩნდა, მე მგონი SNL-ის შოუში. აი ჩვენი ასევე Lola Young-თან და რამდენიმე celebrity-თან, რომელთანაც არ მაქვს ჯერჯერობით ბოლომდე დასტური და უშუალოდ ჩაიცმავენ თუ არა, ბოლო წამამდე არ გვაქვს ხოლმე დასტური და უშუალოდ მოირგებენ თუ არა, თუნდაც მისთვის იყოს შექმნილი ლუკი. ეხლა ჩვენ წინა პირველ ეპიზოდში ოსკარზე ვისაუბრეთ წითელ ხალიჩას შევხედე. აი შენი აზრი მაინტერესებს, ზოგადად რას ფიქრობ აი დღევანდელ წითელ ხალიჩაზე, როგორც ასეთი, აი როგორც ახალგაზრდა დიზაინერი, იმიტომ რომ ჩვენ ვახსენეთ ის თუ რამდენად რთული ახალგაზრდა დიზაინერების იმ კორპორაციების მიერ მართულ გარემოში, ასე ვთქვათ, გამოჩნდა და ჩააცვა ისეთ ვარსკვლავს, რომელსაც კონტრაქტით არის შებოჭილი, რომ უნდა იცოს Louis Vuitton და Louis Vuitton-ი იხდის იმ ხელთანხას, რომ შეუძლებელია ახალგაზრდა ბრენდმა მას გაუწიოს, ასე ვთქვათ, კონკურენცია და წინააღმდეგობა. აი რა გარემოა დიზაინერებისთვის რამდენად რთულია თუ აი როგორ ადაპტირდები ასე ვთქვათ აი ამ გარემოსთან როგორც არის კონისებებზე თქმის შეუძლებელია მოხვედრა თუნდაც სპონსორობის გამო იმიტომ რომ დიდი ბრენდები მონოპოლია არსებობს ერთგვარად და საკმაოდ მოსწყენი გახდა წითელი ხალიჩები ვეღარ არჩევ უკვე ხო ვეღარ არჩევ ყველა ერთნაირად გამოიყურება ყველა დაჯილდოებას ისეთ სეშენიად თან და ცდილობენ რომ მაქსიმალურად ისეთი ნივთი მოარგონ რაც დაუშვათ ადრე არ იყო დაუშვათ ვინმე რო გამოჩნდებოდა ცნობილი ვარსკვლავი დაუშვათ ბიორკი გედის კაბით და დაუშვათ რაღაც მსგავსი სარის კომენტებით კრეატიულობა უფრო ჩანდა არტისტების და ხასიათი ჩანდა და ეხა იმდენად მართლა ამ კონტრაქტებმა შეჭამა რომ ზოგჯერ ძალიან კარგი ეხა მაგალითად დიუნის ტურზე Zendaya-ს ჰქონდა ძალიან ანგრესის რობოტის ეს ნამდვილად ძალიან თემატურად კარგად იყო აი მან ძალიან კარგად იმუშავა შეიძლება ითქვას რომ Laura Uchi აი Zendaya-სთან მაგ კუთხით ძალიან ეს მეთოდურად აცმევს ყველა ეს რაღაც ყველა პრემიერაზე ფილმის შინაარსაც ეხმიანება ვიცი რას ვაკვირდები რომ Laura Uchi აი Zendaya-სთან აქვს ეს მეჩი წარმატებული აი სხვა არტისტებს ახლა ვისთანაც მუშაობს და სხვა მსახიობს რა დიდად ამაში Zendaya-ს როლიც დიდია ხო ნუ აი გიორგიმ რაც თქვა ფეხი რა ვიცი გარეგნობა ყველაფერი უწყობს ხელს ვარსკვლავებზე ვსაუბრობ და მე როგორც მახსოვს პირველი ეს დიდი ვარსკვლავი ვინც ქებურია შეიცვა იყო Lady Gaga ხო? კი Lady Gaga ან Rihanna Daisy-ს ყდაზე მე Lady Gaga თეთრი კოპლებიანი კაბა Lady Gaga იყო პირველი ვარსკვლავი კოპლებიანი კაბა იცვა შემდეგ ეს კაბა შეიძინეს აუქციონზე Hard Rock Cafe და Miami-ში არის Hard Rock Cafe-ში წარმოადგენილი ეს კაბა და აწერია რომ არის ქებურია და იცვა Lady Gaga-ს ეს როგორ მოხდა როგორ მოხდა ეს უკვე დაკავშირდა სტილისტი საკმაოდ პირველი შემთხვევა იყო ჩემთვის მსგავსი და არ გჯეროდა არავის და რო გავაგზავნეთ რომ ერთ კვირაში ეცვა კაბა მაშინ ჯერ კიდევ ლონდონის საერთაშორისო მოდის კვირაულზე არ იყო ბრენდი გასული როგორც მახსოვს ის პერიოდია როდესაც Mercedes-Benz მოდის კვირაულზე გამოდის ბრენდი და 2016-2017 წლები ბევრმა შეიძლება არ იცის რომ ხარ თვითნასწავლი დიზაინერი. არ გაქვს ესე ვთქვათ აკადემიური განათლება და ძალიან საინტერესოა, ალბათ ბევრისთვის ინსპირაციაც იქნება, ბევრისთვის რაღაც ესეთი мотиваციაც იქნება, ეგ რომ მოყვე, აი საერთოდ როგორ დაინტერესდი, მაგრამ მე როგორ ცადე, როგორ განვითარდა ეს შენი რაღაცა კარიერული გზა. აი მშობლების მოთხოვნით ვსწავლობდი ბიზნეს მენეჯმენტზე ჩავაბარე და
ბავშვობიდან მქონდა უცნება რომ ტანსმის დიზაინერი ყოფილიყავი, უბრალოდ ერთ დღესაც გადავწყვიტე რომ წამოსულიყავი ამ სასწავლებლიდან და მიმეხედა ჩემი ოცნებებისთვის უბრალოდ მაინც ვურჩევ ახალგაზრდებს რომ მიიღონ ცოდნა პროფესიული არა სხვა სფეროში არამედ იმ სფეროში რომელიც აინტერესებთ მათ და უფრო გაუადვილებთ ცხოვრებას და საკმაოდ ბევრი ვიშრომე და ვიწვალა იმისთვის რომ დღემდე მოსულიყავი არ ვიცი სად მოვედი მაგრამ საკმაოდ რთული გზა იყო თვითნასწავლობა თუ არ ვიცი რა დავარქვა მე როგორც მახსოვს კონკურსში იღებდი მონაწილეობას პირველი დაბრძი იყო კი თბილისის მოდის კვირეული ტარდებოდა და კონკურსი იყო სადაც უნდა გავუკეთებინა კაფსულ კოლექცია და მან მონაწილეობა კი მან გამარჯვა შემდეგაც უფრო აი კონკურსებით და საკმაოდ რთული ახალგაზრდა დიზაინერისთვის რომ რამე წარმატებას მიაღწიოს ან გამოჩნდეს სადმე ამიტომ იქნებ მხარი დაუჭიროთ ახალგაზრდა ტალანტებს საქართველოში რომლებიც ბევრი არიან და მათ ეს ძალიან სჭირდებათ და დიდი мотиваცია მათთვის ზოგადად ანუ აი არ გიფიქრია მაგაზე ყოველ შემთხვევაში შენ მაგალითად რო გეცხოვრა არ ვიცი საფრანგეთში ან ამერიკაში აი ხო არის მაინც გეოგრაფიული მდებარეობა ხო მაინც განსაზღვრავს იმას რომ თუნდაც რაღაც რო ხდება შორს ხარ და ესე უცებ ვერ ჩახვალ ხო აი მაგაზე არ გიფიქრია მაგალითად რომ შენი წარმატების რაღაცა დინამიკა შესაძლოა იმან შეაფერხა რომ მაინც ხშირად ფიქრობდი და ნუ ვერ ვხვდები წინს როგორ შეგვიძლია ეგ თქვა და გადაწყვიტა და უშუალოდ ეს ტანჯვაც გავლიზე შეიძლება ეგეც იყო мотиваცია ჩემი და თან მგონია ძალიან გიყვარს შენ საქართველოს. მიყვარს. ქებურია მაინც დაფუძნებულია საქართველოში, ხო? თან მგონია ძალიან ახლო კავშირი გაქვს. მეცოდება მაგიტომაც მიყვარს ალბათ. ყველას მაგიტომ. რო გიყვარს მაგიტო გესოდება. კი. გერდი იცი რა მაინტერესებს? აი კონკურსებიდან ხო იღებდი თავიდან კონკურსებში მონაწილეობას იყო ძალიან რთული. აი როდის დადგა ის მომენტი, რომ ასე თუ ისე ბრენდი ქებურია შედგა. ბრენდმა ქებურიამ გააღწია, ასე ვთქვათ, თბილისის მოდის კვირეული იქნება თუ ქართულს და საერთაშორისო მოდის კვირეულ შეხვედრა. ჯერ იყო ბუქარესტი, როგორც მანამდე პარიზი იყო, ბუქარესტი, ეხლა ლონდონი, ასევე მახსოვს ფოტოები ანა ვინტურთან, აი ეს სვაროვსკის და ვოგის. აი როდის შედგა, აი რომელი იყო ეს პერიოდი, როდესაც ხო, ანა ვინტური ხარ ქებურია შედგა ბრენდად, ასე ვთქვათ, უკვე და ეს აღარ არის კონკურსებში მონაწილე ახალგაზრდა თვითნასწავლი დიზაინერი. აი ზუსტად ეგ პერიოდი იყო ანა ვინტურის დროს, იმიტომ რომ მაშინ მქონდა სტონა კოლექციაზე მქონდა დამთხოვილი წვრილი სათვალეები ქეთაის ანგლასის, რომელიც საკმაოდ პოპულარული გახდა და საკმაოდ გლობალური წარმატება მოიპოვა. თითქმის ყველა მაღაზიაში იყიდებოდა, პრესაც საკმაოდ ისეთი იყო. პრინციპში თამამ განცხადებას ვიტყვი და აი ქართველი დიზაინერის მიერ საქართველოში დაფუძნებული პირველი ეს საერთაშორისო ტრენდი იყო. იმიტომ რომ ძალიან ბევრმა საერთაშორისო რომელიც ეკეთა რიანას დეიზის ყდაზე, ხო? და ხო, ძალიან ბევრ სელებრიტს ეკეთა, ცნობილ ადამიანს, ჰადიდებს, კაჭესიანებს. რიანას იმიტომ უსვავთ ხას, რომ რიანა მით უმეტეს იმ პერიოდის რიანა, როდესაც ეს ხდება იყო სტილის მეგა ვარსკვლავი და ფაქტობრივად რასაც ის იცვამდა და რასაც ის იკეთებდა, ის ხდებოდა შემდეგ. პრინციპში ვეტმო თავიდან კი რიანა კოლაბორაცია, ან რიანას კოლაბორაცია ქონდა სტილის მელოტენბერგთან, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა მისი სტილის ფორმირებაში და იმ პერიოდში ზუსტად მეუთან თანამშრომლობდა. მახსოვს რომ ეს იყო აი ქებურიას სათვალეები იყო ერთ-ერთი გლობალური ტრენდი. ეს არა მარტო ის რომ ქებურიას ბრენდს ყიდულობდნენ, არამედ ის რომ ბევრმა დაიწყო სტილი შემოვიდა მოდაში, ბევრმა დაიწყო 2016-2017 ეს ქეთ აი სტილი ასე თქვა გაიტრენდა ქებული. კი. ბრენდის წარმატება. როგორც მას მარკეტის ბრენდები, ისე დიდი. ზოგს აქვს მაგაზე ეგ არის წარმატების ერთ-ერთი ინდიკატორი, როგორც ასეთი, როცა ეს გაგაკოპირებს ხო, მას მარკეტის წამყვანი ბრენდი, რომ ესე ვთქვათ, გააკეთებს იმ მოდელს, რაც ისე წარმატებული ხარ. ხო, ესე არის მას მარკეტის და გამოდის ერთად ისინი რაც არის. თუმცა საერთოდ მაღალი მოდის ბრენდებიც, ასე ვთქვათ, ბევრმა შეიტანა ის სტილი უკვე სათვალეებში. თავი ტენდენცია იყო მაგ დროსთან და მაგან უბრალოდ ქებული. მე მაინტერესებს შენი აქტივობა სოციალურ ქსელში. ვამბობდით, რომ მოგეთ ყველას უყვარხარ ერთი ცისფერთვალება ქერაცმიანი ქალის გარდა. რომელსაც პლანეტერი აღმოჩნდა პლანეტერი ჟაკეტები მოწონს.
ხო და აი მაინტერესებს როგორ რაღაცნაირად მაგან კიდევ სხვანაირ პერსონად გაქცია. ხო, იქამდე რაღაც მაინც მოდის სამყაროში იყავი, მაგრამ უცებ რაღაც აღმოჩნდა რომ ყველას უყარხარ ტიკტოკერების საყვარელი ტიკტოკერი ხარ. ცნობენ როგორც ტიკტოკერს და არა როგორც დიზაინერს. ხო და როგორ დაიწყო შენ და სოციალური ქსელა ტიკტოკის ურთიერთობა მაინტერესებს. TikTok-ი, ну, აი მარტო სულად რო იგრძნობ თავს და რო გინდა რომ რაღაც ახალი ცოტა და ხალხთან ურთიერთობა და ასე შემდეგ, ერთ დღესაც გადავწყვიტე რომ დამედო ვიდეო და მაგის მერე ძირითადად ვცდილობ რომ ყოველთვის TikTok-არი ვიყო. კოლაბორაციები არ გაქვს? კოლაბორაციების შემოთავაზებები არ გაქვს? მაქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ რა თქმა უნდა. მაგრამ ჯერ არ თანხმობ. მიყვარს TikTok-ის სკროლვა მიყვარს ძალიან, დასვენება მიყვარს და გართობა TikTok-სა და საინტერესო საკონტაქტო, საკომუნიკაციო სივრცე არის რა. კი, ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა თან ახალგაზრდებთან მიწევს ურთიერთობა, რომელიც ყველაზე საინტერესოა ჩემთვის და მეშინია დაბერების ასევე და ეს ტრენდი როგორ დაიწყო? აი ეგ აი აი ხო, ეხლა რა ტრენდზე რო ვთქვათ მაყურებელს რომ გაიგოს ერთ დღეს შევდივარ TikTok-ზე და ეს სკროლავ და ყოველი მეორე ვიდეო არის რომ ქებული ამიყვანე მეც მოდელად და მე ეხა შევდგი ფეხი TikTok-ზე მე და გვანცამ და იქამდე საერთოდ და რაფერი არის ანუ ჩემი დიშვილი მაჩვენებს ხოლმე ეს რაღაც TikTok ტრენდებს ეს შევდივარ სკროლავ და რაღაც ყოველი მეორე ვიდეო არის ეს მამა ფლექსის მუსიკაზე გატრენდილი, რომ ამიყვანე მეც მოდელად და ყველას არ ეპოსტებდით. კი. ხო და როგორ დაიწყო ეგ ტრენდი? ერთმა გოგომ დადო ვიდეო, სადაც უბრალოდ მომიწოდებდა რომ ავიყვანე მოდელად და მე მეორე გოგომ დადო და მე მესამე გოგომ და ესე გატრენდდა აყვა ყველა ერთმანეთს და მე ერთობოდა ხალხი და მეც ეს კომუნიკაცია გქონდა და ნუ ყველა მე საკმაოდ იუმორში გადაიზარდა და კი გავერთე მაგ ტრენდით მიხარო და ყველა კომუნიკაცია რაც მქონდა ხალხთან. საინტერესო სახელით აღმოაჩინე შეიძლება, ხო? კი, რა თქმა უნდა, TikTok-ის ინტერესია და საინტერესო. მაინტერესებს ვინ არის შენთვის საინტერესო სახე დღეს სამოდელო ბიზნესში? აი ძალიან მიხარია ანასტასია ბაბლუანის წარმატებები და საკმაოდ საინტერესო და ძლიერი ვიზუალი აქვს მგონია. თან ქართველია. და ასევე ბოლო დროს იურა რომანიუკი უკრაინელი non-binary მოდელია, რომელიც საკმაოდ წარმატებული გახდა და ძალიან საინტერესო გარეგნობა აქვს და კარგად პოდიუმზე ძალიან კარგია. მეც ხვდება ტოპ შოუები გააკეთა. ამ სეზონზე განსაკუთრებით კარგი იყოს იასმინე. რაღაც საოცარი სიარულის მანერა, მზერა, ეს ვერ დააყენებ მაგ მზერას რაღაც ჩემი აი ტოპ ის არის რა ქვია ეხა გოგო რა აი ანუკიზე მეტად მომწონს იმდენად ბოლო პერიოდი ძალიან რაღაც თუ დაუფასებელიც არის უფრო მაღალ რანგზე უნდა იყოს ეს კი მე მახსოვს როდესაც ერთ-ერთი პირველი ინტერვიუ წლების წინ როდესაც მქონდა მაშინ კითხე ვინ იყო შენი საყვარელი დიზაინერი ბანალური კითხვა დავსვი ვინ იყო შენი საყვარელი დიზაინერი და მითხარი რომ ნიკოლა შესკიერის ბალენსიაგა მოგწონდა და ასე შემდეგ აი ვინ შთააგონებს ქებურიას რომელი დიზაინერები შთავი ისევ ნიკოლა არის ნიკოლა შესკია ყოველთვის შთამაგონებს განსაკუთრებით ბალენსიაგას წლები მგონია რომ საკმაოდ ძლიერი პერიოდი იყო მისთვის და ანუ დროს არასწორ დრო კი გაუძლო კი რაღაც ფუტურისტული დეტალები დღემდე ანუ მგონია რომ უძლიერესად შეება მის კოლექციებში და დღემდე არსებობს ყველაფერი. ეს სხვა შორის ელისაბმა გამოიტანა ეხა ამ სეზონზე საკმაოდ მისი ესთეტიკისგან განსხვავებული კოლექცია და რამდენიმე ლუკი იყო ძალიან შთაგონებული შესკიერის ბალენსიაგადან ანუ ამდენი წლის შემდეგაც კვლავ შთააგონებს დიზაინერებს და ბევრისთვის ყოფილა ინსპირაცია ბევრს უცდია დაკოპირება უბრალოდ მგონია რომ ყველაზე რთულია დააკოპირო შესკია ხო ეს საინტერესო განაცხადია დეტალებიდან გამომდინარე ალბათ მაკვინი გიყვარს კი მაკვინი კი ბავშვობის სიყვარულია რა თქმა უნდა ერთ-ერთი პირველი იყო ვინც დავინახე და მოდეს არსებობს რა შეგაყვაროს მოდა და უშუალოდ და გახსოვს აი როგორ იყო ეს აი პირველი იმპულსი
იცით დაინტერესდი მოდი აი გაჩნდა უბრალოდ აი ჩვენება, კოლექცია, მომენტი, აი რაღაც აი ჟურნალები სახში როიდო უაზროთ მაგათ ვათვალიერებდი და არ ქონდა მნიშვნელობა რობერტო კავალის კემპეინი იყო იქ შიგნით თუ რა ყველაფერი მაინტერესებდა და სულ ფუძსლავდი და ცდილობდი ერთმანეთთან რაღაც კავშირი მეპოვა და ასევე მაღაზიებში დერჩემს მიყვებოდი მაღაზიებში ქალის ტანსაცმლის და სულ ვათვალიერებდი ტანსაცმელს მე ეს ქალი მოვიდა და რაღაც გამყიდველი და ეს ქალის არის შვილო და მე რო გაინტერესებს და სულ რაღაც ეგეთი მოგონებები მაქვს მოდასთან ბავშვობიდან რაც მქონდა უკანა ჟეულის უკანა ფურცლებზე ხატვა და ასე შემდეგ სტანდარტულად არაფერი განსხვავებული. ის რა მაინტერესებს მე კიდე ჩვენ ძალიან ბევრს საუბრობთ ბოლო ეს ეპიზოდები და დღესაც ძალიან ბევრი ვისაუბრეთ აი ბოლო დროინდელ გახმაურებულ დებიუტებზე ჯონათან ანდერსონი დიორში, შემდგომ შანელში, მეთიუ ბლაზი და ასე შემდეგ. აი რას ფიქრობ აი ამ მოდაში, ამ ისტერიკაზე, ამ დიზაინერების ცვლილებაზე, ანუ როგორ ხედავ ამ ყველაფერს, რომელი მოგწონს, რომელზე ფიქრობ, რომ აი ძალიან იჩქარეს, ან ასე ვთქვათ, აი როგორია შენი ხედვა? ზოგადად მასლა ძალიან დიდი ისტორიაა, უბრალოდ აი დავუშვათ ვერსაჩში რაც მოხდა ბოლო დროს, შემთხვევით ძალიან დიდი უაზრობა იყო, იმიტომ რომ ვფიქრობ საკმაოდ დიდი სიცოცხლე შეიტანა უცბად ვერსაჩში დიზაინერმა დამაუწყდა სახელი. დარიო ვიტალე უნდა დარიო ვიტალე, რომელიც ერთ სეზონში რო ხსნი დიზაინერს ეგ ბავშვები უნდა მოხდა ჩვენს მაყურებელსაც რო ვუთხრათ სექტემბერში წარადგინა კოლექცია დარიო ვითალემ დებიუტი ჰქონდა სექტემბერში ვერსაჩეში და აფაქტ 2 თვის შემდეგ 2 დეკემბერს გავიგეთ რომ ტოვებს ბრენდს რადიკალურად უკანასკნელი ჩვენება როგორ რთული არის მგონია დიზაინერის მე მგონია რომ ძალიან ძლიერი კამბექი ექნება დიდ ბრენდში რომ მიგიყვანენ და რომ გაგიშვებენ მე მგონია ძალიან სერიოზული დარტყმა არის რა ეგ ანუ მენტალურად ძალიან ესეთი სიძლიერე გჭირდება მე რომ გაგრძელო ეგ ხო რაღაცნაირად იმდენად შეფასებაზე ხო გირს სხვა შორის მხარი დაუჭირა მაინც მოდის ინდუსტრიამ ინსაიდერებმა ინფლუენსერებმა მიუხედავად იმისა რომ პრადა ყველას უყვარს პრადა რაშუაშია ვახსენოთ ესეც პრადამ შეიძინა ვერსაჩე გასულ წელს და ეხლა პრადას ოჯახი ასე ვთქვათ განაგებს ვერსაჩეს ბრენდს და შესაბამისად მათი გადაწყვეტილება იყო ის რომ დარიო ვიტალეს ერთ სეზონში დაეტოვებინა ბრენდი და მიუხედავად იმისა რომ მიუჩია პრადა და მიუჩია პრადას ოჯახი მოდის ინდუსტრიაში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს და ყველას უყვარს მაინც ბევრმა დაუჭირა მხარი დარიო ვიტალეს გამომდინარე იქიდან რომ ხო ნუ ეს რაღაცა ეს პოზიცია იყო მგონია გიორგი მე მაინტერესებს ვინ არის შენი საყვარელი სელებრიტი ანუ მოდელი არა აი პერსონა როგორც სელებრიტი საყვარელი სელებრიტი ესე ვინც ყავდა ბავშვობიდან ჩოგბურთელი იყო სერენა ვილიამსი ვიშტებოდი და უშუალოდ ბავშვობიდან და მის მერე ეს შენ და ანა ვინტურს ერთი კრაში ყოლია შენი ვინ არის საყვარელი სელებრიტი ეხლა არავინ აი ეს არავინ არ მახსენებთ ჩემი თუფაკი იყო სულ ემინემი არა ემინემი ეხლა ცოცხლებში და თუფაკი ზოგადად ანუ მე როგორც ვიცი ემინემი კი ემინე ეხლა იმიტომ რომ ეგ ცოცხალი არის მაგრამ აი ზოგადად თუფაკი იყო ჩემი ვინც სიმპათიურია ყველაზე ვიქრაშობი ზოგადად გიორგი შენ თვითონ როგორ ხედავ თქვათ შენი ბრენდის განვითარებას აი მე ვამბობდი კიდე უნდა ვთქვა რომ მე მგონია რომ ქებურია რომ გამოუშვა სუნამო იქნება არ ვიცი ბესტსელერი ნიო პარფიუმ მე მგონია რომ აი ძალიან სახასიათო იქნება და არ მიფიქრია რომ ნიო პარფიუმი ხო ან ნინო პარფიუმი და არ ქეს სვანე შეფუთვაში და არ გიფიქრე რაღაც ახალი პროდუქტის დამატებაზე თუნდაც რა ვიცი სუნამო ან რა ალბათ ეს ფიქრობ უბრალოდ ცოტა მეშინია მაგ ნიშაში ფეხის შედგმა ძალიან დიდი ყურადღება უნდა და დიდი პასუხისმგებლობა უნდა და და სუნამო უფრო ისეთი პროდუქტია რომელიც ზოგადად დიზაინერი უყვართ ან მოდის სახლი უყვართ უფრო მეტად რაღაც გაყიდვადი პროდუქტი არის იმიტომ რომ სურნივრის უნი ქონდას ნივრის არ ვიცი მაინც გავყიდი შენ გაყიდი იქნება TikTok-ის მე მაგალითად იმგონია რომ იქნება დაახლოებით ეს რაღაც აი მოსკინოს რო აქვს რაღაც ცოტა ფან მოსკინოს შეფუთვები საკმაოდ საინტერესო ყოველთვის სუნამოების განხილვითაც მე ჯერემი სკოტის მოსკინო ძალიან ფანი იყო აუ მეც მაგიტო ბაბლ გამი რო დათუნიები რო არის მაგიტო ვიყიდულობდი სულ და ძალიან ის არის ხოდა რაღაც ეს წარმომიდგენია რაღაცა შენი ხაზები ახსენა და ჩვენ ვეძებთ აი კაცის ხაზის მიმართ თუ არის ინტერესი ისეთი ან თუ ფიქრობ რომ უფრო მეტად ასე ვთქვათ კაცის ხაზშიც შედგა ფეხი
ინტერესი არის ყოველთვის არის, უბრალოდ დიდი სეგმენტი არ არსებობს, ვინც დაუშვათ ქართულ მოდით იქნება დაინტერესებული მამაკაცი საქართველოში. და მაინც ქალები. კი, ანუ გვაქვს რაღაც დროფები, რომელიც დაუშვათ მაისურები გვაქვს მამაკაცებისთვის და დაუშვათ ქუდი და იუნისექსი უფრო ხო? კი, ანუ საკმაოდ ისეთი ნივთები, რომელიც ყველამ შეიძლება მოიხმაროს. მე მაინტერესებს ბოლოსთვის ალბათ სამომავლო გეგმებზე ისევ ლონდონის მოდის კვირეულში გეგმა მონაწილეობას თუ არის აი გეგმები რა ის თუნდაც პარიზშია. სამომავლო გეგმა არის კრუიზ კოლექციის გაკეთება, რომელიც აქ წარმოვადგენთ თბილისში, როგორი გეგმა. აი შოუს სახით იქნება და არა კატალოგის. ძალიან მინდა რომ ჩვენების სახით იყოს კი. მე მგონი დიდი ხანია. დიდი ხანია ყოფილა ხო? ქებურიას ჩვენება და საინტერესოა. მოგვენეწლა ყველას მე თვითონ. მე მგონი ეს ტიქტოკერების ის დაგიდგება რიგი. მიყვნენ. საჯარო შოუ. კი, ბევრი ის ან ხოლმე TikTok-ზე უნდა იყოს ჩვენება. გადაიცეს. ხო, და ის გადასცა იქ რა ქვია. ფილარმონიას რო აქვს წინ დიდი ეკრანები, ხო იცი? მოვიფიქრეთ რა. რაღაცა ეგეთ საჯარო ის რა ქვია. ივენთი. გიორგი, ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი. ძალიან გვიყვარხარ, აი იმ დღესაც ვამბობდი და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ იმდენად გვიყვარხარ, რომ ჯგუფში engagement-ი რო ეცემა, შენ ეს პოსტებს წერო, ცოტა აიწიოს და ყველას კი, აი ეგრევე, მართლა ყველას ძალიან უყვარხარ, ძალიან იშვიათია ეგ შემთხვევა, როცა არიან, ყველა ტიპის ადამიანი არის განწყობილი ძალიან დადებითად და მიხარია რომ ქართულ მოდის სივრცეში ყავს ესეთი ადამიანი რომელიც ხო მით უმეტეს რომ მოდა ცოტა ისეთი ის არის და სნობური მათ ითვლება საქართველოში და ძალიან გვიხარია მოკლედ და ძალიან გულშემატკივრობ ველოდებით კრუიზ კოლექციას თბილისში და მოკლედ სოშის ტორტის მორთვაც ძალიან კარგად გამოგივიდა მართლა ძალიან ქებურია ტორტი იყო და არჯობ საჭმელები ვაკეთა არა მე მგონი მოდას გამოგდის ეს თავისუფალ დროს მერე მოკლედ ეგ არის და არ დაგავიწყეთ გამოწერა გამოიწერეთ ჩვენი ქებურიას გამომწერებმა გამოგვიწერეთ TikTok-ზე ძალიან გთხოვთ იმიტომ ძალიან გვჭირდება ეს გამომწერები ახალი ფეხშედგმული ხალხი ვართ TikTok-ზე და რა ვიცი მე მგონი ესეთი კარგი ეპიზოდი გამოგვივიდა ყავში შვეიცადაც. ნუ კარგი სტუმარი რო ყავდა, ეგ ნამდვილად ვიცით. Fashion holics.